მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე. დღეს არის 6 დეკემბერი. გერმანიაში არის ნიკოლოზობა და ნიკოლოზს მოაქვს ბავშვების ფეხსაცმელებში საჩუქრები. ესენი მე ჩავუწყე ბავშვებს კაკაოს მოსამზადებელი ბოქსები და ეს არის პატარა გაბრიელის ფეხსაცმელი. ეს შოკოლადები და ორცხობილა იყო კარებთან, ჩვენი მეზობელი ყოველ წელიწადს ბავშვებს უდებს საჩუქრებს და ორცხობილაზე ეწერა, რომ ეს იყო განკუთვნილი გაბრიელისთვის, რადგან გაბრიელისთვის არ შეიძლება შოკოლადი. მოკლედ, ასეთი საჩუქრები დაგხვდა. ბავშვებმა ნახეს უკვე დილიდან მადლობა გადამიხადეს, რა თქმა უნდა იციან, რომ მე ვყიდულობ და მე ვდებ ამ რაღაცებს. ახლა მინდა რომ რაიმე გემრიელი საუზმე მოვამზადო და დარჩით ჩვენთან. ხვალ არის ნიცას დაბადების დღე. პირველ რიგში სანამ მოვამზადებ საუზმეს, მინდა რომ ტორტი ავაწყო. აქ მაქვს ბისკვიტი გამოვაცხე უკვე 2 დღის უკან. ახლა მოვამზადებ კრემს და უბრალოდ ავაწყობ. ყველაფერი არის გათვლილი ნიცას გემოვნების მიხედვით. ნიცას უყვარს მოხარშული კრემი, კარაქით და შედედებული რძით, ამიტომ ზუსტად ისეც გავაკეთებ, როგორიც თვითონ უნდა. ზემოდან დიზაინი მოვიფიქრეთ ყვავილებით და ასეთი ყვავილები შეარჩია. სიმართლე გითხრათ, მე მინდოდა რომ ცოცხალი ყვავილები ჩამედო, მაგრამ მოკლედ თვითონ აირჩია ეს ყვავილები და კარგად გავრეცხა, მოვჭრი, ისე ჩავურჭობ ხვალ უკვე ტორტს. დღეს მხოლოდ ავაწყობ, რადგან ძალიან ბევრი საქმე გვაქვს დღეისთვის და არ მგონია რომ მოვასწრო შემდეგ ტორტის აწყობა, ამიტომ ახლა პირველ რიგში ავაწყობთ ტორტს. ახლა მოვამზადოთ ერთად კრეპები. დღეს მოვამზადებ შოკოლადიან კრეპებს. კრეპები არის საშობაო ქალაქის გული და საშობაო ბაზრობაზე ძალიან ხშირად იყიდება ასეთი კრეპები. ვინც არ იცით, კრეპები არის თხელი ცომი, ბლინის მაგვარი, ოღონდ მთლად ბლინიც არ არის. ბლინზე ოდნავ სქელია, სადაც შიგნით ყრიან შაქრიან დარიჩინს ან და შოკოლადს. მოკლედ სურვილის მიხედვით დღეს მოვამზადებ შოკოლადიანს. აქ მაქვს უკვე გადამტნარი შოკოლადი, უბრალოდ შოკოლადი გადავადნე რძესთან ერთად და უადვილესი რეცეპტია. დაგჭირდება მხოლოდ 2 კვერცხი, სურვილის მიხედვით შაქარი. მე დღეს არ გამოვიყენებ შაქარს, რადგან შოკოლადს მოვასხავ, ამიტომ შაქარს არ გამოვიყენებ. ასევე 250 გრამი რძე და 150 გრამი ფქვილი. აქ ხორცი გამოვიღე დღეს კიდევ სადილისთვის, ასე რომ არ ვიმჩნევთ ამ ხორცებს. უნდა გავთქვიფოთ ეს ყველაფერი ერთად და გამოვაცხოთ აი ასეთ ტაფაზე. ასეთი ტაფა არ არის სასურველი, მთავარია რომ კარგი ტაფა იყოს, რომელიც არ მიიწვავს.
როგორც იცით, ყოველ წელიწადს ბავშვებს თავიანთი ნაძვის ხეები აქვთ, ალბათ გაგიკვირდებოდათ, რატომ მოვრთე ჩემი დიდი ნაძვის ხე მარტომ და არა ბავშვებთან ერთად. თვითონ არ მოისურვეს, უნდათ რომ თავიანთი ნაძვის ხეები თვითონ მორთონ. წელს ოთახებში არ დავდგავ, რადგან გოჩას თითქმის უკვე აღარ აქვს ოთახი და გოჩას ნაძვის ხე იქნება აქ. ნიცას თხოვნით, იმის გამო რომ ადგილი არ აქვს ოთახში, ნიცას ნაძვის ხეც იქნება აქ. ასევე აქ იქნება ეს ჩიჩილაკიც და ვფიქრობ, რომ ულამაზესი გახდება ეს კუთხე. ეს არის ჩემი ადვენტის სანთლები. სხვათა შორის ხვალ მეორე ადვენტია და ვფიქრობ, რომ ეს სანთლები გადმოვიტანო აქ. ამოვიტანე ის ბავშვების ნაძვის ხეები, ახლა დავდგავ, ბავშვები ჯერ არ არიან სახლში, გასულები არიან სერგოსთან ერთად ნიკოლაუსის საჩუქრების ასაღებად მაღაზია რევეში და ედეკაში. შემდეგ რომ მოვლენ, ერთად წავალთ მაღაზია თალიაში და ალბათ საღამოს უკვე თვითონ მორთავენ თავიანთ ნაძვის ხეებს. ახლა მე უბრალოდ დავდგავ, რადგან ცოტა ძნელია საწყობებია. ფეხები აქვთ ძალიან დიდი და იმიტომ. ახლა გამოიყურება აი ასე. აქვთ თავიანთი ნათურებიც, მაგრამ ვფიქრობ, რომ წელს ნათურებს არ დავამაგრებ და უბრალოდ სათამაშოებს დავკიდავთ. ესეც საჩუქრები მოიტანეს, უმნიშვნელო საჩუქრებია, მაგრამ მაინც ბავშვებს უხარიათ, ესენი ბავშვებმა გააფერადეს, შემდეგ წაიღეს, იქ დატოვეს და ახლა წამოიღეს უკვე კამფეტებიანი. სხვათა შორის ედეკას ძალიან ცოტა კამფეტები აქვს. იყო ასეთები, წიწვები და აი ეს მხოლოდ. ხოლო მაღაზია რევეს ჰქონდა ასეთი დიდი ნიკოლაუსი, ასევე ხილი და პლასტილინები იდო, რომელიც უკვე თამაშობენ. დღისით გამოვედით გარეთ სასეირნოდ, თან გაბრიელსაც გავაცეირნებ, წავალთ წიგნების მაღაზიაში საჩუქრების ასაღებადაც. ბავშვები როგორც ყოველთვის დავკარგე საშობაო ბაზრობაზე. კიდევ კარგი რომ დიდები არიან და ჩემგან არ ეთხოვენ ამ ყველაფერს, რადგან მე პატარა ბავშვით ვერ იდები ხალხმრავალ ადგილს. თვითონ მიდიან, თვითონ ყიდულობენ რაღაცეებს და მოკლედ თავიანთ თავებს არ თოფენ. ამ დღეს გერმანიაში დიდ პატივს სცემენ, ამის გამო გალერეებში, საშობაო ბაზრობაზე და საერთოდ თითქმის ყველგან იყო მოსული ასეთი წმინდა ნიკოლოზი. წმინდა ნიკოლოზს ეძახიან, მაგრამ სანტა კლაუს გავს. მოვედით უკვე სახლში, ხედავთ როგორი ქაოსია, დასაგეცია სარეცხი, რომელიც სერგო მომიტანა საშრობიდან და კიდევ კარგი რომ საშრობი მაინც არის, თორე არ ვიცი როგორ გავაშრობდი ამ ყველაფერს. სანამ ბავშვები თავიანთ ნაძვის ხეებს რთავენ, შემდეგ მიალაგებენ აქ ყველაფერს, მე მოვამზადებ ვახშამს, დღისით მოვზილე ცომი და ისე წავედი. ახლა გუნდები მოვამზადე უკვე და გამოვაცხობ პატარა პურებს. დღეს მინდა რომ თურქული დონერები გამოვაცხო. ამისათვის საჭიროა სპეციალური პური და დღეს გადავწყვიტე რომ პურიც მე თვითონვე გამომეცხო, რადგან მაღაზიის პური ცოტა მაგარია, გაჭრის დროს იფშხნება და
შემდეგ მირთმევის დროსაც იფშხნება, მოკლედ მინდოდა რომ ელასტიური პური გამოსულიყო და ამის გამო გამოვაცხე პურიც. ახლა ვიწყებთ თვითონ ხორცის მომზადებას. დონერს აქვს სპეციალური ხორცი, შაურმის მაგვარი ხორცია, შაურმაზე რომ ჭრიან მასე და ვნახე ინტერნეტში ხრიკი, ამ ხრიკს თითქმის ყველა იმეორებს და არის ძალიან კარგი გამოდისო, რავი, ამიტომ მეც გადავწყვიტე და გავიმეორე ეს ხრიკი. სიმართლე გითხრათ, მართლა კარგი გამოვიდა, ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა გამოსულიყო. მაქვს უბრალოდ ფარში დავამატე მარილი და პილპილი, შემდეგ გადამაქვს პერგამენტულ ქაღალდზე, ორ ქაღალდს ერთმანეთზე ვადებ და უბრალოდ ვაბრტყელებ, რომ მივიღო ასეთი უთხელესი მასა. შემდეგ ასე გადავახვევ, ეს ხვეულები რამდენიც გამოვა, იმდენს შემდეგ ვდებ გამოსაცხობ ფორმაზე და ვაცხობ ღუმელში 200 გრადუსზე 9 საათით. შემდეგ ამომაქვს და უბრალოდ ვანთავისუფლებ ქაღალდისგან. ხორცის და პურის გარდა დაგჭირდება ასევე ბოსტნეული, კიტრი, პომიდორი, აისბერგის სალათი და ხახვი. როგორც ხედავთ, ფორმებიდან ადვილად ამოდის, ასევე შესაძლებელია უბრალოდ ტაფაზე კიდევ ცოტა დაბრაწვა, მაგრამ არ სჭირდება დაბრაწვა, ასეც გემრიელია. უბრალოდ ვხევ ხორცებს, რომ იყოს ხორცის ნაგლეჯები, გადამაქვს პურში, ასევე კეჩუპი და მაიონეზი ავური ერთმანეთში და მივიღე უგემრიელესი სოუსი. არც თუ ისე სასარგებლო ვახშამი გამოგვივიდა, მაგრამ ბავშვებს უყვართ და ამის გამო გადავწყვიტე დღეს ამის მომზადება. ასევე ორიგინალ რეცეპტში შედის კომბოსტოს მჟავეული და ვინც ახლა ჩვენთან ერთად მიირთმევს, გემრიელად მიირთვით. მას შემდეგ, რაც დავლაგდით და ბავშვები გავაცილე ლოგინებში, გაჩვენებთ რა ამოგვივიდა ჩვენ წიგნების მაღაზიისგან საჩუქრებში. ასეთი წიგნები თუ არ ვიცი ჟურნალები იყო სამივეგან, ასევე ნიცასთან ამოვიდა ეს წიგნი. ამ წიგნის გარდა იყო კიდევ ფანქრები და რაღაც თამაშები, ასევე უბრალო ფანქარი იყო ძალიან ლამაზი გულის ფორმის, ეს ამოვიდა გოჩასთან, გოჩასაც ასევე ამოვიდა შოკოლადები და თამაშები და რაღაცეები, მოკლედ ბიჭებისთვის, ხოლო ეს იყო გაბრიელისთვის. გაბრიელს მხოლოდ წიგნები და შოკოლადები ამოუვიდა, მაგრამ ძალიან კარგი წიგნებია და უზომოდ მომეწონა, მოკლედ არის ჩემი პირველი დღე სკოლაში, პატარა წიგნაკია, სადაც უნდა შეავსო თავს როგორ გრძნობ და პირველ დღეს, სკოლამდე ჯერ კიდევ ადრეა, მაგრამ მაინც შევინახავ. ასევე ასეთი წიგნები და ეს წიგნიც ჩემი პირველი დაბადების დღე. მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ და სიმართლე გითხრათ, ვიცოდი რომ კარგი საჩუქრები ამოვიდოდა. შემდეგ დავასრულე ტორტიც, ასევე მოვრთე მისაღები ოთახი ნიცას დაბადების დღისთვის და უკვე გვიან ღამით წავედი მეც დასაძინებლად. აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს, უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე, დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. მომავალ შეხვედრამდე!